რა ვნახეთ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში, უნდა გადავიდეს თუ არა ფეხბურთი 10-10-ზე და დაძლია თუ არა ლივერპულმა კრიზისი. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ 51 ეპიზოდს სპორტულ-ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. ჩვენ კი ამ გადაცემის წამყვანები, გიორგი, რეზი და ირაკლი გახლავართ. ბიჭებო, როგორ ახართ? მე მგონი დადგათ რომ უკვე გავხდე გრიზლი. ამ გადაცემაშიც, ხო? და 10 შეგიძლიათ გრიზლი დამიძახოთ? კი ბატონო, მაშინ ჩვენ გახლავართ გიორგი, რეზი და გრიზლი. ეგრე უკეთესი. შვენიერი. მესიმ გაახანგრძლება კონტრაქტი ინტერ მაიამისთან, აგრე ლაივში არის ეგ ინფო. კიდევ ერთი წლით? ლაივის მერე გავარკვევ. ოკეი. ხელმოწერის იმას ნახე კადრები და მე ველოდი რომ არგენტინაში დაბრუნდებოდა ერთი წელი და იქ თამაშობდა მშობლიურ კლუბში. არა. კარგი. იქ უფრო ბევრი ფულიაო. ძალიან უჭირს ფული და. მოკლედ, მე მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, სურვილი სამებს შეგიძლიათ გამოყვეს სხვა სოციალურ პლატფორმებზე, TikTok-ზე განსაკუთრებით, იმიტომ რომ იქ ყველაზე მეტად ვაქტიურობთ პრინციპში. ლოკაციას რაც შეეხება, ვართ სახელოსნო ბარში და მადლობა მინდა ვუთხრა სახელოსნოს ადმინისტრაციას და განსაკუთრებით ლუის ჩვენს მეგობარს იმისთვის რომ გვითმობს ამ ძალიან კარგ სივრცეს და თქვენს გირჩევთ რომ მობრძანდეთ იმისთვის რომ გაერთოთ და იმისთვის რომ ესეთი გემრიელი ლუდები გასინჯოთ, იმიტომ რომ მართლა ფართო არჩევანია და თან კარგი გართობაც არის. სამი მადლობა გვაქვს ლუიზე სათქმე. პირველი რომ შემოგვიშვა, ზოგადად მეორე რომ ეს ლუდები მოგცა, ბიჭებო დალიეთო და მესამე რომ ძალიან მშია და საჭმელი გამოიძახა ჩემთვის. ანუ საჭმლის მოსვლამდე უნდა მოვასწროთ ჩაწერა, ხო? კი, მალე ჩავწეროთ. კარგი ბატონო. კიდევ ერთი ამბავი. აბა გისმენ. კომენტარებში ზუსტად ბოდიში აღარ მახსოვს შენი სახელი და გვარი, მაგრამ ერთი ბიჭი არ გვიყურებდა ხოლმე, იმიტომ რომ მაისურები არ მოწონდა და აი შენი ხათრით მოო ბევრი ომის შედეგად ჩამოვახსნევინე. თან აი ეჭვიანი შეყარებული რომ გეტყვის ხო იცი ისევ ეს მაისურები ხო აი შენი ხათრით არ გვაქვს მაისურები და მე მგონი რეალის ფანი იყო ალბათ მე მგონი რეალის ფანი იყო და შემდეგ გადაცემა შეიძლება რეალის მაისური დაინახო და მე კიდევ უფრო შეგიყვარდებით მოკლედ ან მე არგენტინის კიდე ერთი მაისური მაქვს და ისიც დავამატოთ კიდე თუ ჩემი გუნდი წოდეს მე დააგება სწორ გზას შეიძლება მეც დავკიდო ჩემი მაისური და მოდი დავიწყოთ შენი გუნდით ქრონოლოგიურად მივყვეთ არ ჯობია სამშაბათის თამაშები დავიწყოთ და მე ვისაუბროთ ჩემს იყო თორე კაი დავიწყოთ ქრონოლოგიურად ჩემს გუნდზე რა მანდ უფრო რეალზე უნდა ვისაუბროთ პრინციპში მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მქონდა ტური ჩემპიონთა ლიგაზე რომელშიც ვნახეთ ყველა დროის რეკორდი ნუ რა თქმა უნდა ეს იმანაც განაპირობა რომ თამაშების რაოდენობა მომატებულია ერთ ტურში მაგრამ 71 გოლი გავიდა მოკლედ ყველა თამაში ერთად განსაკუთრებით პირველი სათამაშო დღე იყო ძალიან შედეგიანი 7-2 მოიგო PSG-მ 6-2 მოიგო PSV-მ 6-1 მოიგო ბარსელონამ და მოკლედ ძალიან ბევრი გოლი ვნახეთ ძალიან ბევრი კარგი თამაში ვნახეთ და დავიწყოთ ხუჩა კვარაცხელიას გუნდის თამაშით ალბათ დასაწყისში პრინციპში რა კითხვაც დავსვი ხო არ უნდა იფიქრონ იმაზე რომ ფეხბურთი გადავიდეს 10-10-ზე PSG სავარაუდოდ იქნება ერთ-ერთი პირველი გუნდი ვინც ამ იდეას ხელს მოაწერს, იმიტომ რომ როდესაც 10-10-ზე დარჩნენ რეალურად, ნუ დავრწმუნდი იმაში, რომ PSG წალეკავდა და გადაულიდა, იმიტომ რომ სივრცეების ათვისება 10 კაციან მოწინააღმდეგესთან გაცილებით მარტივია, ვიდრე 11 კაციანთან, ხო? და 10 კაცი რომ 10 კაც უფრო მეტი სივრცე არჩება დაუცველი ვიდრე 11-ს. თან ისეთი სივრცე ბედნიერია Paris Saint-Germain. თან ისეთი კაცი გააგდეს, ხო, რეალურად ანდრიხი არის კაპიტანი და ლიდერი და ნახევარდაცვის ისა. კარგი UFC სილეთი გვაჩვენა. ეგეთი დაყვი ფეხბურთელს დაარტყა, როდესაც ვიდეო რეფერი გვაქვს, ნუ სიგიჟეა რა. ნუ ანუ არანაირ შეხება ბურთთან, პირდაპირ იდაყვი, ეგეთი იდაყვით UFC-ში ნოკაუტიც მაქვს ნახე, ხა გვარი არ მახსოვს ვინ იყო, მაგრამ აი ზუსტად ეგ იდაყვიო რა, ანუ თიშავს ეგ იდაყვთან, დუე ხარც ესე დიდი ბიჭია, რომ მოკლედ გადარჩა დუე გათიშოს. კაი, თამაშზე რას ვიტყვით? ხუჩა კვარაცხელიას ჰქონდა ძალიან კარგი მატჩი, გოლს მიუმატა საგოლე პასი და ხედავში ეს PSG სავარაუდოდ იქნება ეს multi-views უყურებ. multi-views ძალიან საყვარელი რაღაცაა. ეგეთ დროს. არა, 10-10-ზე ისე არ წარმოიდგინოთ რაღაცა ჩვენ გიჟორიდებს ვიძახით რაღაც. ჩავის აქვს სხვა შორის ეგიდეა რომ ფეხბურთი გადავიდეს 10-10-ზე. პირველ ეტაპზე ითხოვს რომ აი ძირითადი დრო რომ მორჩება და თუ ფრეია და დამატებითი დრო იწყება, თითო კაცი გამოაკლდეთო გუნდებს რომ უფრო მეტი შანსი იყოს უკვე გოლის გატანის რომ ნაკლები პენალტების სერია იყოს და ნუ ასე შემდეგ რა რომ ეგ ჩავის აქვს თუ პიკე. თამაში გადაწყდეს იდეა, ანუ გუნ ჩავის აქვს. მე მახსოვს. ამიტომ ეგ იდეა შეიძლება ესეთი იყოს. უბრალოდ ისიც საგულისხმოა რაც შენ თქვი ხო რომ ანუ
თავისუფალ სივრცეებს აითვისებს ის გუნდი უკეთ, რომელსაც უკეთესი ფეხბურთელები ყავს და ეს მან შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს დისტანცია მდიდარ და ღარიბ გუნდებს შორის. სხვა მხრივ მე რაც თამაში არ მინახავს მომენტები რაც ვნახე ნუნუ მენდეში ყველაფერს აკეთებს მოედანზე. გოლი გაიტანა ცენტრალურ დისპოზიციიდან, იქ საგოლე პასი გააკეთა, კუთხური რომ გაათამაშეს. ეგ საგოლე პასის წინა პასი ჰქონდა ერთი მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციიდან, სადაც უნდა იქ არის და ყველაფერი გამოსცეს. ხო, ნუნუ მენდეში მართლა ამტკიცებს, რომ კი პოზიცია მცველად იწყებს, მაგრამ აი ყველაფრის გაკეთება შეუძლია, არა მხოლოდ სისწრაფედად არტყმა, ხა მაგ ტიპს ფიზიკური მონაცემი იმდენად მაგარი აქვს, რომ 90 წუთი შეუძლია უპრობლემოდ ირბინოს რა. ხო არიან ფეხბურთელები, რომლებიც რაღაცა აქტიურად იწყებენ, მე რაღაცა ისვენებენ ან მსგავსი და ნუნუ მენდეში არის ფეხბურთელი, რომელიც 90 და 100 წუთის განმავლობაში დაუღლელად დარბის წინ და უკან. ხვიჩაზე იმის თქმა მინდოდა, რომ თამაში დაიწყო კვლავ მარჯვენა ვინგერის პოზიციიდან და ორივე საგოლე მოქმედება ჰქონდა მარცხენა ვინგერის პოზიციიდან. შესაბამისად, მესმის ეხლა აწი სავარაუდოდ უფრო დაალაგდება, იმიტომ რომ ტრამვირებულები დაბრუნდნენ, იქ დემბელეც შემოვიდა შეცვლაზე, მაგრამ მაიულო იდგა ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე, ბარკოლა მარცხენა, ხვიჩა მარჯვენა. აბსოლუტურად ორი სხვადასხვა ფეხბურთელია ხვიჩა, როდესაც მარცხნიდან უტევს და მარჯვნიდან უტევს. ამიტომ მაშინაც კი, როდესაც თქვათ ბარკოლასთან ერთად იქნება მოედანზე, ჩემი აზრით ჯობია რომ ხვიჩა იდგეს მარცხნივ და თქვათ ბარკოლა მარცხნივ იდგეს ხვიჩა და ბარკოლა მარჯვნივ რა, იმიტომ რომ ბარკოლა ანუ ვერ იტყვი რომ ბარკოლა და ხვიჩა ერთნაირი ტიპაჟები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვინგერია. ხვიჩა ფეხებში ითხოვს უფრო ბურს და ბარკოლა სივრცეზე, ხო. ამიტომ მე მგონი დიდად არაფერი არ დაშავდება თუ ბარკოლა მარჯვნიდან შეუტევს და ხვიჩა მარცხენა ფლანგზე, ანუ მის პოზიციაზე, სადაც ბუნებრივი პოზიცია მისი, ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში ეს უკეთესი იქნება და სულ ფორვარდად ისე უნდა ველოდოთ დემბელეს და უნდა ვთქვათ ის, რომ PSG მიდის და ანუ დანაკარგის გარეშე და ისევ ერთ-ერთი ფავორიტია უპრობლემოდ. ჩემპიონატში რა პირველ ადგილს. ეგ კარგია მისთვის. არა პრობლემა ეგ მისთვის არანაირი ბოლოს მაინც პირველ ადგილზე იქნება. კი და მეორე შემადგენლობაში თამაშობს რეალურად ჩემპიონატს. ასვენებს უპრობლემოდ ლიდერებს. მე განვორცობ შენაზრს და დავუმატებ რატოა კარგი მარცხნივ, ანუ Paris Saint-Germain-ს ორივე ძალიან მაგარი ფლანგის მცველი ყავს, რომელიც იდეალურად ერთვება შეტევაში. მაგრამ მაინც ჯობია რომ იყოს მარცხნივ, გამომდინარე იქიდან რომ ყველაზე კარგი ხვიჩა კვარაცხელი არის მაშინ, როდესაც მირბის მარცხენა ფლანგზე და შემოაქვს ბურთი შიგნით. რა ხდება მაგ დროს, როცა გქონდა ის რეალობა, რომ მაგას აკეთებდა ხვიჩა, მაშინაც ლურჯი ფორმა ეცვა და შიგნით შემოდიოდა, მაშინ მარჯვენა მცველი უპრობლემოდ მოყვებოდა, იმიტომ რომ მარიო რუი არასდროს არ მირბოდა ეგრეთ წოდებულ ოვერლეპზე, ჩარბენზე. რა შვება ეს ჩარბენი, ხო? ან ეს როა რო შემოდის აქეთ, ეს ჩარბენი აი ამ მოთამაშეს მარჯვენა მცველს ხსნის ხვიჩასგან და ავტომატურად მისდევს ამ შემთხვევაში მენდესს რა, იმიტომ რომ როდესაც აი 2-2-ზე ან 1-2-ზე ან 2-1-ზე ან რაღაცა იმ მსგავსი სიტუაცია იქნება, ყოველთვის ყველა საშიში ადამიანი არის ის ტიპი, რომელიც ჩარბენს აკეთებს რა და ავტომატურად ნებისმიერი მცველი მაგ ჩარბენის დროს გაყვება იმ ტიპს, რომელიც ჩარბის და არა ბურთიას. და ეგ უკვე იმას ნიშნავს, რომ როგორც მინიმუმ -1 ადამიანი ედგება წინ ხვიჩას. და შეიძლება იქ ბევრი ერთ-ერთზე სიტუაცია გაჩნდეს უცებ და ეს ბევრად უფრო დაეხმარება, კიდევ უფრო ეს გახდეს რა. შედეგიან. ალბათ შედეგიანობა ხვიჩას თავარის. აი, იმო კროსბურთის იმაზეც რო საუბრობდით, მან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რიცხვებს რეალურად. შემტევისთვისგან. აი, დემბელემ დიდწილად იმის ხარჯზეც მოიგო, რომ რაფინიასთან და იამალთან შეარებით გოლები და ასისტები ჰქონდა ბევრი და. მაგრამ იამალს არ ჰქონდა. იამალს არ ჰქონდა ბევრი და ნუ რეალურად ისე დაჯდა, რომ იამალი გაიჩითა მთავარი კონკურენტი და დემბელე იყო განსაკუთრებით შედეგიანი და PSG ისეთი გუნდია. გოლების გატანა მან პრობლემა არ არის და შესაბამისად თავად ფეხბურთელმა უნდა მოუმატოს შედეგიანობას და მე დარწმუნებული ვარ რომ ეგრეც იქნება სეზონის განმავლობაში. ერთი ფაქტი ისაა რომ PSG არაპირებს შარშანდელი შეცდომის გამეორებას და უკეთეს ფორმაშია რომ რაღაცა დამატებითი პლეი-ოფის თამაში კი არა და პლეი-აუთის თუ რაც ქვია, მაგის თამაშს არაპირებს მოკლედ და სავარაუდოდ ერთ-ერთი მოწინავე პოზიციიდან გავა. კიდე თამაში რომელზეც უეჭველი უნდა ვთქვათ რამდენიმე სიტყვით იყო მადრიდის ატლეტიკოს განადგურება და ჩემი აზრით არსენალი რომელიც რა ვიცი, გავბედავდა ვიტყვი, რომ საბოლოოდ რაღაცა გამოიბრძმედა და წელს, რავი, უეჭველი რომელიღაც ტიტული გამოიბრძმედა.
მე მგონი სიტყვას ვამბობ. ანუ ამ არსენალმა უნდა იბრძოლოს ტიტულისთვის მოკლედ რა. ეხა მადრიდის ატლეტიკო ესე მარტივ ამრავლება დაშალო თან 15 წუთიან მონაკვეთში, მარტივი საქმე არ არის. ხსურს ამ თამაშზე საუბარი რაღაცა დეტალურად? რაღაც მივაბავ რა თემას, რომ ის ვიდეო გაქვთ ნანახი ტიერი ანრის რო ეკითხებიან, რომ აი არსენალის ეს შენების პროცესი და ძალიან მაღალი შენობა გამოგვდისო რაღაცა. დიდი ხანი არ გრძელდება. Building Arsenal და it's very tall building. როიძახ. მე მგონი რომ მართლა აი გადახურა. აი მე მგონი იმედია ყოველ შემთხვევაში. სახურავი დაადგა ამ პროექტს, იმიტომ რომ ჯერ ხო ორი სრულფასოვანი გუნდია. მერე პროფილები მოთამაშეების ისეთი ყავს, რომ აი რა ტაქტიკაც და რა ამოცანაც არ უნდა დაუსახოს. ისე აწყობს მოთამაშეებს, რომ აი მარცხენა ფლანგი რო ავიღოთ რა დაცვაში. არის კალაფიორის სკელი რა, შეუძლია ერთი კარგია შეტევაში რომ უკვე აუტის ხაზთან ახლოს თამაშობს, მეორე კარგია რომ ბურთი მოაქვს, მერე იქით არის ტიმბერი რომელიც ცენტრში შემოდის, მე სამწელი ტიმბერს სასწაულის სეზონი. 7.5 აქვს საშუალო შეფასება სეზონის განმავლობაში მატჩში. ხო, ნახევარ დაცვაშიც უკვე ისეთი პროფილებია რა, რომ გამჭოლი პასი გჭირდება, ბურთის წამომღები გჭირდება, ჩამრ მერინო გჭირდება, ხო, უკვე ამრბეს აღარ მეორე ტემპით რა შევარდეთ. ხო, რაის არავალებ უკვე ბურთის წამოღებას, იმიტომ რომ იქ ზუბიმენდი ყავს. ხო, ანუ თითოეული მოთამაშე არის ძალიან კარგი რაღაცაში, რაღაცა საფეხბურთო ასპექტში და აი ეს ყველანაირი ასპექტი აქვს რა. მოწინააღმდეგე ვინც ყავს, რა ჭირდება იმ მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გახსნას, რო დაჯდება და გაანალიზებს. ოკეი, ანუ ჭირდება მეორე ტემპი ჩემტევი, კარგი, დღეს დადგება მერინო, აქეთ დადგება სიტყვაზე რაისი, იმიტომ რომ ბურთი მაქვს წამოსაღები, ან ოდეგორი, იმიტომ რომ 10-იანი მჭირდება და აი ყველანაირი რესურსი აქვს. და თქვი და მეც დავამატებ თამაშზე ერთ რაღაცას. პირველი ტაიმი ისეთი იყო რა, ანუ მეორე ტაიმის შემდეგ არაფერი მოასწავდა, პირველ ტაიმში კარგად იცავდა ატლეტიკო თავს 4-4-2-ში კლასიკური სიმეონეს ბლოკი იყო, როცა ფლანგზე გადადის ბურთი, მე პერსონალური ორიენტირება უბრალოდ მე იყო ისე კლასიკა არსებობა სტანდარტიდან გაიტანა და აი ეხა სკრინებზე ნახავთ, მე აკეთებს სიმეონეს სამ მაგცვლებას, სამი კაცი გამოიყვანა ერთად. და თან ეგრევე არის კარიდან გაათამაშა არსენალმა და ეს სამი კაცი ცდება. ვინ შემოვიდა? ორი ფლანგზე არის, იქ ცდილობს რაღაც არსენალი პრესინგის ქვეშ მოაქციოს და ვერ ახერხებენ ამას და გადმოდის არსენალი ცენტრში. და როცა უკვე ლუის სკელის მოაქვს ბურთი 40 მეტრი ატარა სადღაც ბურთი და მე საგოლე პასი გააკეთა, ხულიან ალვარესი მოსდევს და ეს მესამე ვინ შემოვიდა? ესე გაიწევა და დერეფანს ათავისუფლებს რა. ხო, ბაენა გამოიყვანა, გალაჰერი გამოიყვანა. და ის იტალიელი რუჯერი. ხო. ნიკო გონსალესის ნაცვლად. კი, ანუ რეალურად არ მე რამდენჯერ ხედავ მართლა ფეხბურთში რომ ეს სამაგის ცვლების მერე დინამიკა იკარგება გუნდისთვის, იმიტომ რომ ეს სამი ფეხბურთელი შეცვლა ძალიან ბევრია რა, ძალიან ბევრი კავშირი ირღვევა მოედანზე. თან მithumetes თუ ეგეთ შეცვლას აკეთებენ ხოლმე, როცა ბურთი თვითონ აქვს, რომ რაღაც ბურთში ეხოს ეს მოთამაშე რიტმში შევიდეს აქვს. როცა მოწინააღმდეგეს აქვს ბურთი, ეგ არის ავი დაღუპვა, იმიტომ რომ 1-0 იყო, ეგრევე გაგითამაშეს და 2-0 გახდა და დამთავრდა თამაში, ანუ შეცვლება ვაფშე დაკარგა უკვე ყველანაირი აზრი. და თან ის იყო რომ ანუ 1-0 წავიდა, ეგრევე სიმეონემ დაიწყო პრესინგზე სირბილი. სიმეონე აზღვევდა ლორენტეს ფლანგს და ეს არბოდა ეგრევე ზემოთ და როცა გადიოდნენ მის პრესინგს, ორივე გოლი თამაშში რაც გაიტანა, სულ ზუსტად ამით გაიტანა. ეგ არ ვიცი სიმეონეს ინიციატივა იყო თვითონ შვილის რომ აი ეს ასულიყო თუ მამის ინიციატივა იყო რომ უფრო აგრესიული პრესინგი ეთამაშა და მარტო შვილი უჯერებდა და სხვებმა არ დაუჯერეს. ეგ არ ვიცი, მაგრამ ნუ ძალიან ჩამოიშალდნენ. არსენალი მე ვთვლი რომ ჯერ ანუ პოზიციურ შეტევებში ჯერ ვერ არიან ბოლომდე. მე არ ვთვლი რომ დიოკერეში მაგალითად ბოლომდე არ ინტეგრირებული. თვითონაც ამბობს. არ აქვს პრობლემები, უბრალოდ არსენალმა რაღაც კოსმოსურ დონეზე გადაიყვანა დაცვა, გოლს აღარ უშვებენ უკვე. ნუ საერთოდ არ უშვებენ. 3 გოლი აქვს. ჩელსის რეკორდზე მიდიან, ამ ტემპით თუ გააგრძელეს, იმ 15 გოლი გაუშვა. მაურინიო იმაზე მიდიან, ანუ აქვს შანსი რომ მოხსნა. და პლუს სტანდარტები უკვე ნუ 15 გოლი აქვს პრემიერ-ლიგაში გატანილი 10 სტანდარტიდან. ხო, მანდ რა არის, იცი არსენალზე რომ რამდენიმე სიტყვით. არსენალის ამ სეზონის თამაშს ეთყობა პრაგმატიზმი. ანუ უკვე არსენალის აი ცინიკური გუნდი გახდა. ხო, ნახე შარშან წინ რომ დაუჯდებოდი არსენალის თამაშს საყურებლად, იტყოდი რომ გავერთობი ეხა ხო და წელს არ არის ეგრე. იმიტომ რომ ეგ პრაგმატიზმი ჯერ კიდე პეპ გვარდიოლა ამბობს იმას რომ პრაგმატიზმი საჭიროა იმისთვის რომ ტიტულები მოიგო, იმიტომ რომ იქ ინტერთან ხო გახსოვს როგორ ითამაშა.
შესაბამისად, ამ არსენალის თამაშს ხო, არსენალის თამაშს ეთყობა პრაგმატიზმი და დამატებით იარაღად, ანუ ერთია რომ ეხა სტანდარტები რომ დამატებით იარაღია, ეგ ყველა მიცის ფეხბურთში ხო, მაგრამ ამათი არის მთავარი იარაღი რა. მესმის შეიძლება თამაში არ მიგდიოდეს, მაგრამ ამათთან არის რაღაცა უნდა ეშინოდეს პენალტის დანიშნვის რო გეშინია, ხო იცი შენ კარში. ისე უნდა გეშინოდეს კუთხურის და ჯანიმის რა. გაბრიელის შეჩერება შეუძლებელი ხდება. გაბრიელზე ხერხ სურათი გვექნება, აი ზუსტად ახლა გამახსენდა და გაუგზავნე ირაკლის. აი ხო გინახავთ ფოტოები მარადონა რო დგას და 6 კაცი დგას და მესი და ინიესტას. გაბრიელს დგას 6 კაცი საჯარიმოში. მან კუთხურის დროს აი ხო 5 თუ 6 კაცია წრეში. ანუ იმ ხელა ისა აქვს რა. საფრთხე. თუმცა საფრთხეს წარმოადგენს. მან ჩემი აზრით ეგ თამაში წააგო ნიკო გონსალესმა. რატო? არ არის გასაკვირი იუვენტუსთან აწასო. არა, მაგიტო არა. პირველი გოლის მომენტში არ უღოს თამაშგარის ხას. ჩადის უკან, აძლევს დაახლოებით 3 მეტრიან სივრცეს მთელ არსენალს. აი ეგ გოლი გამეორებით ნახეთ და იგივე შეცდომა დაუშვა კაშიამ თურქეთმა რო გაგვიტანა მეორე. აქ თბილისში. აქ ხო თურქეთმა რო გაგვიტანა. მეორე რო გაგვიტანა. იგივე შეცდომა დაუშვა კაშიამ იმ ვიდეოშიც თქვით და იგივე ხდება აქ რო ძალიან ადრე ჩარვის. ალბათ 4 წამით ადრე მირბის რა. თან ძირითადად დაცვის ხას სტანდარტის დროს აი რამ სიმაღლეზე ვდგავართ, უფრო მეტად აკონტროლებენ ცენტრალური მცველები. ცენტრალური მცველი დაიძახებს რომ ჩავდივართ, მომენტს არჩევს რა მომენტში აი გამოქანების დროს რა მომენტში უნდა თქვას, ჩავრბივართ და ჩადის მთელი გუნდი უკან და ეს სად გაიქცა ვერ გავიგე. და აი გაიქცა თუ არა ეგრევე გაბრიელ საერთოდ სხვა მიმართულებით მირბოდა და ეგრევე დაინახა რომ ის წავიდა და всё. ხო ჩაირბინა გაბრიელმა ყველას გაასწრო სტანდარტზე. და მე აკეთებს საერთოდ სასწავლო რაღაცას. ბიჭო, მეორე სართულზე მოდის ბურთი. აი, მეორე სართულზე რომ მოდის ბურთი, აი, ინსტინქტი რა არ უნდა ხდე და არ ხო. ეს იკუზება. და გაბრიელი აფრინ, ოდნავ აი ესეთი ოდნავი ჯიკება ქონდა გაბრიელს, მაგრამ ეგ ჯარიმა არ იყო, იმიტომ რომ აი მინიმალური კონტაქტი იყო. არსენალის ეს აკეთებს საჯარიმოში. ვიკარიოს ხელთათმანი გააძვეს. ისე სავარაუდოდ ეგ მინუსი ნიკო გონსალესის შენ ხო დაინახე და სიმეონემაც ეგრევე დაინახე, იმიტომ რომ 1-0-ზე ეგრევე შეცვალა. თან ნიკო გონსალეს როგორი ტიპია, ხო? იდეაში 1-0-ზე სიმეონე რო ხარ. სავარაუდოდ უფრო გჭირდება ნიკო გონსალესი, იმიტომ რომ ხა ნიკო გაიყვანო და რუჯერი შემოიყვანო მის სასუნად, როცა გოლი გასატანი იდეაში, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ სიმეონე მად 0-0-ის გასაწურად იყო ჩასული. იმიტომ რომ არ ვიცი ხა მე ხო იცი სიმეონეს მოყარული არ ვარ უბრალოდ ატლეტიკო ამ თამაშს შამდე მივიდა კარგი ფორმით. ბოლოს წააგეს კარგა ხნის წინა და არსენალმა რავი ქვაზე არ დატოვა და ეგ კიდე უფრო მიმყარებს იმის ეჭვებს და ფიქრებს რომ მართლა არსენალი ამ სეზონში არის გუნდი რომელიც long run-ზე შეიძლება იყოს ტიტულისთვის მებრძოლი და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ ტრამვების არ ეშინიათ რა. ანუ შარშან წინ იყო რომ დაინტრა საკა პირიქით უღარია. ანუ ხო არ ეშინიათ რა. ანუ მიიხედავს არტეტა იქ არის ხალხი ვინც რეალურად შეიძლება საკასნაირად ვერა მაგრამ შედეგს დაგიდებს. ეზეა, მარტინელია, ტროსარია, ასე შემდეგ ასე. თუ არა და მერინოა და მერინო ვიზე ნაკლებია, ხო? მერინო ვიზე ნაკლებია და ეს მარტინელი არის რაღაც აი ძალიან მაგარ ფორმაშია. ძალიან მაგარ ფორმაშია. და მაინც კამიდან თამაშობს თან. აქ არ იყო ძირითადში. ხო, იყო. არა, ტროსარი არ იყო? იყო მე მგონი. კი, პოდიშ წინა თამაში არ იყო ძირითადში მე მგონი. რაღაცნაირი ჯოკერია რა. ანუ თითქოს მაგისი გვარი ახლა უკვე ისეთი ხალხი დაიმატა ისეთ ფასებად რომ გაბრიელ მარტინელი არ ყვირის. მაგრამ აი ჩუმად მაგარ საქმეს აკეთებს ძალიან. და აქაც რამე მეორეც ხო არა ერთი გაიგე. ერთი შეაგდო. გაბრიელ ხო. და თან კაი გოლი შეაგდო. ძალიან რთულია რა მაგ გოლის გატანა. აი ისე გადაიწყო და ისე დაანრიალა. ანრის სტილში. ეს ყოფილი ფეხბურთელია ხო ეთყობა კიდე ძალიან კარგად ზომავს ეგეთ დარტყმებს. ესეც მარცხენა ვინგერი იყო. მე არა, მე მარცხენა ვინგერი არ ვიყავ. შენ მემარჯვენე არ ხარ ფეხით? კი, მაგრამ ვინგერი არ ვიყავ. მე საყრდენი ვიყავ. მანამ სანამ ნაპოლის და PSV-ს თამაშზე ვისაუბრებთ, მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ჩვენი ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ვინც უკვე ხართ ჩვენი გამომწერები, მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, იმიტომ რომ
ძალიან მნიშვნელოვანია ლაიქი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენთვის არის ალბათ ნახევარი წამის საქმე, ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომ გვინდა რომ ამ ვიდეოზე განსაკუთრებით ბევრი ლაიქი გქონდეს. წინა ვიდეოზე ძალიან ბევრი გქონდა და მადლობა ამისთვის და ამაზეც გვინდა რომ დაგვეხმაროთ, ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მალე ავიდეთ ბევრ გამომწერზე და მეტი საინტერესო კონტენტი გადავიდოთ. წავედით PSV ნაპოლის. იცოდი? გურამ კაშია სავარაუდოდ დამთავრებს კარიერას, ხო? მანქანაში რომ მოვდიოდით ვედა ირაკლი მანდ ნახეთ ეგ. ხო, მაგაზე მე გვექნება დრო პრინციპში რომ ვისაუბროთ რა და როგორ. კარგი, PSV ნაპოლი. ყველასთვის მოულოდნელად PSV-მ გადაუარა ხა. წაგება ნიდერლანდებში არავის არ უკვირს, განსაკუთრებით PSV-სთან და განსაკუთრებით მე იუვენტუსისთან შარშან გადაგვიარა PSV-მ. მაგრამ 7-2 6-2 წაგება ცოტა გისმენთ? ანუ მე რაც აი რა ერთ სკრინი დავაჩვენო რაღაც დიდი ხანი, იმიტომ რომ ეს ხო რაღაც აბსოლუტურად ფლუიდური და ასეთი მოკრილი ფეხბურთი იყო საერთოდ ახალ სიმაღლეზე აყვანილი. თვითონ პეტერბურგს აქვს ნათქვამი რომ მისი ოცნებად 11 ნახევარმცველი გამოიყვანოს მოედანზე. ოდესმე. ბოში ცნობილია რომ კროიფის სკოლის მიმდევარია და რაღაც ბოლოს კროიფი არ იყო კარგად მაშინ ნახა პირველად ცხოვრებაში და ეს ძალიან დიდი ბედნიერება იყო მისთვის და ასე შემდეგ აქ თითქმის გამოიყვანა 11 ნახევარმცველი, აი ცოტა დააყდა. მაგალითად ერთი როვერა დაატია ნახევარდაცვაში ყველა ერთი დააყენა ცენტრალურ თავდამსხმელად გუსტილი ნახევარმცველი არის ალბათ ლუქსემბურგელი ხო? სხაუტენი ასევე ერთ-ერთი დააყენა დაცვის ცენტრში ცენტრალურ მცველად. პლუს ფლამინგო ეგეთ ცენტრალური მცველი ის გადაწყვეტა საერთოდ ფლანგის მცველად რომ ბურთს არ შეხებოდა ბილდაპში მაქსიმალურად 11 პასი ქონა ის ყველაზე ცუდი ამხრივ. ანუ ამ სკრინზე ძალიან კარგად ჩანს ვისად დგას საერთოდ და რა პოზიცია აქვს აი აბსოლუტურად გაუგებარი იყო ნაპოლისთვის და კიდე აი ერთ-ერთი სკრინია სადაც გუსტილია ეს თავდამსხმელი ნახეთ სად იღებს მეკარის სად ითხოვს მეკარისგან პასის მიცემას ყველაზე დაბლა არის ჩასული ანუ შედეგად რა მიიღო პირველი გოლი როცა გაათანაბეს აი ბონჯორნომ ავტოგოლი გაიტანა 100 წამი გრძელდებოდა შეტევა და იყო 28 პასი გაკეთდა მაშინ და აი რადგანაც პერსონალური პრესინგია თანამედროვე რო ფეხბურთში თავარი პრესინგი პერსონალური პრესინგის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური მეთოდია ეს როტაციები, პოზიციების მოდივიცვლება და ეს რომ მაქსიმალურად ეფექტური გახადო მართლა ყველაფერს ჯობია რომ რაც შეიძლება მეტი ნახევარმცველი გამოიყვანო, იმიტომ რომ ნახევარმცველი ყველაზე იშვიათად კარგავს ბურთს სხვა ამპლუის ფეხბურთელებთან შედარებით და ეგ მანის გოლი იყო, მე მგონი 46 პასი გააკეთეს თუ რაღაც ოპტაზე ვნახე რომ რეკორდი მოხსნეს მაგ მხრივ. აუ ის მანი ძალიან კაი ბიჭი. ძალიან კარგი ფეხბურთი თამაში ჰქონდა თვითონ დუბლი შეასრულა და ყველაფერი იდეალურად, მაგრამ რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო ჩემთვის ამ თამაში 3-1 რომ გახდა ანგარიში 55 წუთზე. შემდეგ თანაბარი შემადგენლობებით სანამ თამაშობდნენ 22 წუთის განმავლობაში. ანუ 3-1 რომ მიყავს ხო, ანუ იტალიის ჩემპიონთან. ნუ ბევრი ტოპგონდიც კი დათმობდა რა, ინიციატივას პრაგმატულად თამაშობდა. 60% ჰქონდა ბურთის ფლობა და პრესინგი და ნაპოლიმ აი 22 წუთში სანამ თანაბარი იყო შემადგენლობები 4 პასი გააკეთა PSV-ს მესამეჯში, საჯარიმოში კი არა მესამეჯში. ანუ საერთოდ არ გადმოუშვეს თავის ხარეს. ნუ აი რაღაც იდეალური კომბინაციები იხაზებოდა, ვინცად იყო ამ კომბინაციების დროს ვერ გაიგებდი, აი საოცარი ფეხბურთი იყო, არ ვიცი ვისაც არ გინახავთ ეს თამაში. აი ერთი თამაში ურჩივა ხო ამ სეზონში ნახეთ მეთქი, მე ამ თამაშს ავიღებდი, იმიტომ რომ რაღაც მართლა ჯადოსნური ფეხბურთი იყო, მაგრამ პლუს კიდე ის უნდა ვთქვა, რომ მე იურიჩის ტორინოს ძალიან ხშირად უყურებდი, მე ესეთი ცუდი თამაში ბონჯორნოს ნახდა არ მახსოვს, ან კატასტროფა იყო და არც მილინკოვიჩ-სავიჩის ეგეთი ცუდი თამაში მახსენდება, კი ახლა 4 გოლი ხე პროდაციის ბრალი იყო, მაგრამ ნუ 2 იყო მაგის ბრალი ასე. მე ვისაც ვაყენებ ფანტაზიაში კარში, იმას უტანენ ძალიან ბევრ გოლს. ეს დაიმახსოვრეთ. პირველ ტურში მაინც ხა UEFA-ნი ვარ და დი გრეგორიო მეყენა და 4 გოლი გაუტანა დორტმუნდმა, მილინკოვიჩ-სავიჩი მეყენა ამ თამაში და 16 გოლი გაუტანეს ლამის და ის მე ზოგადად იშვიათად მეზიზღება ფეხბურთელები რა, ძალიან ისეთი ტიპი ვარ და ერთ-ერთი ფეხბურთელი ვინც ძალიან არ მიყვარს არის ივან პერიშიჩი, შარშან ხო გაგვამოწარა. აქ ნაპოლისაც თავის დროზე შაულს ფორმიდან იმიტომ არ მიყვარს რა თქმა უნდა და აი დუბლის შეგვისრულა თასის ნახევარფინალში გახსოვს? კი რა დამავიწყოს. და აი პერიშიჩი 36 მეტრი საერთოდ ეს ხორვატები
ვეტერანებიც კი რა დონეზე თამაშობენ, ხა მოდრიძე არაფერს ვამბობ, მაგრამ პერიშიჩი ხა PSV-ს თვის არის მისწრება. PSV ზოგადად ნიდერლანდურ ფეხბურთს იდეალური დრო არ უდგას გულისხმობ ჩემპიონატს და PSV არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სწორი პროექტი, რაც მიდის, იმიტომ რომ ხა აიაქსი რა დღეშია ხედავთ, ხო? 3-დან 3 წაგება აქვს, კატასტროფული ბურთების შეფარდება. შესაბამისად PSV არის ისეთი გუნდი, რომელსაც თან ასე თუ ისე სწორი პროექტი აქვს და თან კარგ ფეხბურთსაც თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ იქ Saint Union-თან წაგებით დაიწყო საერთოდ ლიგა, ხო, Union-ზე. შესაბამისად ძალიან მაგარი თამაში იყო მართლა, ეხა ირაკლის უნდა და რაღაცის თქმა სანამ შემდეგ თამაშზე გადავალთ. კონტეს უნდა უკბინოს ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, ამ შანსს მე არავითარ შემთხვევაში არ გაუმაზავ, რომ თქვენს გამოზრდილ ჯერ ფეხბურთელს და შემდეგ მწვრთნელს ლაკი მოუწყო თქვენს ლეგენდას. იცი რა შედეგი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე? ნუ არ არის ახლა ეს კაც ჩემპიონთა ლიგის მწვრთნელი და შეჭამა. აი ეგ არ მესმის, რომ ანუ ჩემთვის იმის მიუხედავად, რომ ინტერი ძალიან შავი ხვრელიდან გამოაძრო თავის დროზე, ჩემთვის კონტე არის, რა ვიცი, კონტეს მირჩევნია რა ვთქვა. იგორ ტუდორი. ჩემთვის იგორ ტუდორი უკეთესი მწვრთნელია, ვიდრე კონტე. იმის მიუხედავად რომ კონტე საკუთარ შედეგი. შენ ახლა პერსონალური ჰეიტინგი გადაგაქვს მაშინ. აი კომენტარებში დაგვიწერეთ მართლა. თქვათ რომელ ადგილზე გაიყვანთ ამ მომენტისთვის ანტონიო კონტეს როგორც მწვრთნელს? მე არ ყველა დროის თუ დღეს არა კაცო დღეს აქტიური მე ტოპათში შევიდე. მეც თავისუფლად რა თქმა უნდა შევიდე. ძალიან კარგი. ანუ არის მართლა კომენტარებში რა, თქვენი აზრი გვაინტერესებს. არის რაღაც მწვრთნელები, რომლებიც დიდ დისტანციაზე რაღაც პირობებში კარგად თამაშობენ. მაკუთხით შეიძლება კარლო ანჩელოტის გადაუაროს ყველამ, იმიტომ რომ რაღაცა ერთხელ აქვს ჩემპიონატი აქვს მოგებული და ტოპ გუნდებს წვრთნიდა. ანუ მილანი იმ პერიოდში იყო საუკეთესო, რეალი იყო და რეალია. და რაღაც ჩემპიონატს იგებდა 5 წელიწადში ერთხელ, 6 წელიწადში ერთხელ. მაშინ ეგეც ფაქტორია, ხო? ან მას შეიძლება თქვა, რომ კარლო ანჩელოტი არ შედის ტოპში. ხო, მაგრამ კარლო ანჩელოტი ნუ ლიგას იგებდა, ხო? კარლო ანჩელოტი არის ჩემი აზრით თუ სწორად მახსოვს, ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც ტოპ 5 აქვს მოგებული. მაგრამ რაოდენობრივად ამბობს რეზი, რამდენჯერ. კი ბატონო, მაგრამ მაინც ძალიან ნასიამოვნები ვიყავი. არ მაცლიან რა, მე დავაი იკას ვეთქვი ცალკე ჩავწერ გადაცემას, ვისაც ჩემსავით არ გიყვართ კონტე, თქვენ გვიყურეთ? არა, ბევრს არ უყვარს კონტე, მე მესმის ეგ, ანუ ხო ხვდები რა, კონტეს აქვს რაღაცა მისი როლი თითქოს თანამედროვე ფეხბურთში და თუ ეხა შარშანდელ ნაპოლის მოაგებინო სკუდეტო ეგ იყო როგორი საოცრების სფეროდან, იცი? ნაპოლი მოიგო სკუდეტო თუ ინტერმა წააგო ინტერი ხო ბევრად მაგარი გუნდი იყო შარშან ვიდრე ნაპოლი, მაგრამ ინტერმა ვერ შეძლო რომ ის რაღაცა გაქცევა ქონოდა ნაპოლისთან, იმიტომ რომ ნაპოლი იყო თავის დროზე და აი ნაპოლის შარშანდელ სკუდეტოში რაღაცა 70% შეიძლება იყოს კონტეს დამსახურება და 30 ფეხბურთელების ხო ხსოვი რა. აბსოლუტურად გეთანხმები. კონტე როცა მოყავს, იმიტომ რომ მოიგო შიდა ჩემპიონატი ან ღრმა კრიზისი და აი ეგ უფრო მგონია ვიდრე ჩემპიონატის მოგება რა. ხო, ზუსტად მაგიტო აქვს 16 მოგება, 14 ფრე 15 წაგება. კი ბატონო, ეს რა გუნდები ყავს გაწვრთნილი, აღარ გაგახსენებთ, გეცოდინებათ და აი ეს თამაში რაც იყო, თან მე საერთოდ ვიცოდი რომ მაკტომინეი არ უნდა ყოფილიყო. ტრავმა რომ მოიშო, დაბრუნდა ტორინოსთან არ იყო და დაბრუნდა. ხო, ანუ ტრავმას ფენტეზიშიც ტრავმა ეწერა, გავყიდე. არა და რა კაი დუბლი ნახევარწრის დუბლი თანხოიც მაინც კაია. და ეს არის რა კონტე ჩემპიონთა ლიგაზე ხდება, რა ვიცი, აი ვის შევადა რომ მე ალბათ უკეთესად გავიყვან ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს რა, იმიტომ რომ გადის მოედანზე აი რა ვიცი, რა იყო კონტეს კეკმა. საკმარისად კაცრი არ ვარ და ეხლა მატრახს ავიდებო. ატრახეს რაუდა უყოს მაგმატრახს არ ვიცი იმიტომ რომ ისე ანუ ნახე ცენზურას ვაცვევინე ეგეთი ჩავარდნებიც ახლა რაც ამ კონკრეტულად ან შეიძლება მოხდეს მაგითაც იმასაც ვერ ვიტყვით იკა ხა რომ დამთავრდა რაღაცა მე ბუნებრივი არ ვამბობ რომ ლიგას მოიგებს ახლა ნაპოლი თქო მაგრამ თუნდაც პლეი-ოფში რომ გავიდეს მე ვიტყვი რომ სავარაუდოდ აი პლეი-ოფში ალბათ გავა. სპეციალურად ახლა კალენდარს გადავხედე და ფაქტობრივად ნახე ჩელსი უკნიდან მოყვები ჩელსი, კოპენჰაგენი, ბენფიკა, რომელიც საზღარ ფორმაშია, ყარაბახი. აი ბენფიკასთან ძალიან მინდა რომ ბენფიკამ ერთი
6-7-0 მოუხდა. ბენფიკა ისეთი წელი ყავს. მაურინიოს გოლს ისტორიაში რა გოლ 7 გოლი. ისეთი წელი ყავს რომ უეჭვარ. აიმში რო იყო მაურინიო მაშინ ვერ გაქონდა. აი საინტერესოა ამ ჩავარდნას როგორ უპასუხებს, იმიტომ რომ ეს ნაპოლის რაღაცა კრიზისისკენ მიმავალ გზას გავს. მილანთან წააგო, იქ ძლივს მოიგო ჯენოასთან კამბეკით მეორე ტაიმში და წააგო ტორინოსთანაც, თან გოლიც არ გაუტანია და ეხა ეს წაგება მე ვფიქრობ რაღაცა სერიოზული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას მისცემს. მუშაობთ ხალხის გატრამვაზე. კი ბატონო, ნელ-ნელა წავიწიოთ მეორე. ხო, ეხაც მაგარი თამაში აქვს. წავიწიოთ მეორე სათამაშო დღისკენ და ალბათ ორ თამაშს უნდა შევეხოთ აქ ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ხა ბუნებრივია არც დრო გვაძლევს იმის საშუალებას რომ ყველა თამაშზე ვისაუბროთ. თან ისე დეტალურად როგორც ჩვენ გვიყვარს ხოლმე და პლუს ამას არც არის ალბათ საინტერესო ყველა თამაშის დეტალური ანალიზის მოსმენა. დავიწყოთ გალათასარაი ბოდოგლიზე საუბარი ბევრი შესაძლოა. სხვათა შორის ოსიმენი დაბრუნდა და დუბლში ასულა მან. ლივერპულზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს იყო მამარდას პირველი ოფიციალური მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე სტარტიდან, ანუ პირველივე წუთიდან ლივერპულმა მოიგო და შეწყვიტა ეს რაღაცა 4 თამაშიანი წაგებების სერია. თავიდან აგებდა ისე და ჩემ ლივერპულის მაგაც ფანს მივწერე რომ როდემდე აპირებთ ასე გაგრძელებას თქო და ნუ გადაუარა საბოლოო ჯამში ისე მორჩა რომ გადაუარა, მაგრამ რაღაც დეტალებზე მაინც ვისაუბროთ, ხო? მაგალითად ვირცის სკამ კი ბატონო ვირცის პირველი თავდამსხმელი თამაშა ისაკი ეკიტიკეთი 4-4-2 იცავდა ლივერპული თავს, პრესინგის დროს ჰქონდა 4-2-2-2 თავდამსხმელები იყვნენ წინ და ვირცი და გაკპო მეორე ხაზში და მერე მცველები ფლანგის და როცა ბურთი ჰქონდათ ეგ იყო ძალიან ყველაზე საინტერესო, რომ 3+1 ჰქონდათ პირველი ფაზა, სობოსლაი იყო საყრდენი. სობოსლაის თავიდან საყრდენად. ვირცი თამაშობდა მარჯვნივ თავიდან და შემოდიოდა ცენტრში. ფრიმპონგი იკავებდა მარჯვნივ სიგანეს, მარცხნივ გაკპო. ეგეც უცნაურია სლოტისთვის, იმიტომ რომ სლოტს ვინგერები უყვარს ხოლმე განიერ პოზიციებში. აქ ერთი პოზიცია ფრიმპონგს დააკავებინა, რომ ფრიმპონგი მერე პირველივე ტაიმში დაიმტრო. და ნუ წინ ორი ფორვარდი და კიდევ კერტის ჯონსი იყო, რომელიც თავისუფალ სივრცეებს ეძებდა, იმიტომ რომ მაგარი არის ძალიან სუსტ ფორმაშია სეზონის სტარტზე. ნუ ვერც წინა სასეზონო შეკრებაც ვერ გაიარა ნორმალურად და მე ბევრი პრობლემების გამო ჯონსი დააყენა მოკლეში. შენც გაიგერო ამან არგენტინელზე არა გაუსწორათ ვარ. ნუ რეალობა კიდევ ის არის რომ ანუ ხო 5-1-ია, მაგრამ ჯერჯერობით მე ვერ ვიტყვი რომ ეგ სტრუქტურა მუშაობს. რაღაცა სატესტო სტრუქტურას უფრო გავდა ეს შემადგენლობა, იმიტომ რომ ძალიან მეეჭვება ხა შემდეგ პრემიერ ლიგურ ტურში სლოტი ორი ცენტრალური ფორვარდით გამოვიდა. თან ეხა უფრო მეეჭვება სალაჰის კამზე დატოვოს იქაც. ნუ შევხედოთ აქ გოლებსაც ხო, პირველი გოლი გავიდა კონჩეტევაზე, როცა აინტრახტის კუთხური იყო და გადმოგდეს ბურთი, მერე გაიტანეს ორი კუთხურიდან, აი კიტეიშვილი დემირალი გაიჩნდა, კნაუფი ედგა ჯერ კონატეს ვანდაიქს და მერე კონატეს. აი აქამდე რო წდებოდა. ანუ ესე ზედაკადრით იყო კუთხური რო უყურებდი დღეს და საჯარიმოში იყვნენ დელიხტი კი არა და ვანდაიკი, კონატე, ეკიტიკე და იშაკი, ანუ 4 რამ სიგრძე კაცი, პროსტ ისინი როგორ უნდა დაიცვა მითხარი. და ყავთან შობოშლაი, რომელიც ისე ჩაუწოდებს, რომ აი დაუსვამს თავზე. კიდევაც მოხდა ეგ, რომ ორი გოლი შეაგდო კუთხური. მე 3-1-ის მერე უკვე გახსნილ თამაში. აინტრახტი ხო იცი, 5-1 მისაყველი ანგარიშია. აინტრახტს გაშვებული top 5 ლიგაში. ანუ ყველა 96 გუნდი რა იყო, ყველაზე მეტი აქ აინტრახტს გაშვებული. აი წარმოიდგინე. ანუ საშინლად იცავენ თავს და ანუ ჯერჯერობით მე ვერ ვიტყვი რა ხა ლივერპულმა მოაგვარა კრიზისი და ყველა პრობლემა გადალახულია თქო, მაგრამ ნუ ისე კაიმს უკვე გამარჯვება ალბათ ჭირდებოდა. კი, თან შემდეგი ტური აქ ბრენდფორდში გასვლა და მე მგონი აქაც არ ბრუნდება ალისონი, მაგრამ ეს თამაში ლიგის მომდან თამაში რეალთან აქვს. და მე რეალ მადრიდის რეალი ჩადის. და სხვათა შორის ერთი ცოტა უცნაური ფაქტია, მაგრამ მამარდაშვილს ჩემპიონთა ლიგაზე სეივი კიდევ არ აქვს. როგორ არის პირველ წუთზე? აიღო პირველ წუთზე. უშინ გააკეთა სეივი. აი თამაშგარე იყო. ხო. მართალი ხარ. თამაშგარე ვარ, ჩაითვალა სეივი. ჯერჯერობით სეივი არ აქვს იმის მიუხედავად, რომ აი უკვე ორი თამაში ითამაშა. თამაში ნახევარი. თამაში ნახევარი ხო ითამაშა. ხო, რაღაც კრიტიკა იყო პრემიერ ინგლისური პრესა ხო ვიცით როგორ დაუნდობელია შესაბამისად, მამარდაზე რაღაც ის კრიტიკა იყო. ნუ მე რაც ნახე არის რომ აი ბიუმომ რო გაუტანა გოლი, აი კუთხიდან როცა უტყავენ ამას ვერ იღებსო რა და რამდენიმე სკრინი მაქვს ნანახი. როცა იქიდან და ნუ ყოველს მინიშნება ეგრევე კეთდება რომ აი ალისონი მაგას აიღებდა. და ეგეთი რაღაც. ანუ ნუ არა, ინგლისური პრესა ისეთია რომ კარგად რო ჩავეძიოთ, შეიძლება ჩვენ გადაცემაზეც ვნახოთ რომ გვაკრიტიკებენ რაღაცას. მაგრამ ნუ რეალურად ჩვენც ხო ყველანი ვხვდებით რომ აი კადრშიც ეს არა ის მამარდა, რომელიც ჩვენ ვიცით საიმედოობის და რაღაცა გაუვალი კედლის რაც ვალენსიაში იყო პრინციპში ნაკრებში და ვალენსიაში რაც არ უნდა შეცდომა დაეშვა დაცვის ხას ყველანი შვილად ვიყავით მამარდა დგას უკან რა და მე რას აბრალებთ თქვენ
ჯერჯერობით ნერვიულობს, პრაქტიკის ნაკლებობა. სხვა ტურნირი, სხვა ქვეყანა, სხვა არის ატმოსფერო, ნეკლოს დიდი გუნდია. დიდი გუნდია, საკიცრეზი. გადარჩენას კი არ იცხოვენ. 25 წლისაა რა, ანუ ჯერ არის 25 წელი. ანუ იმედია რომ ამარდას კიდე წინ აქვს რაღაცა 12-13 წლიანი კარიერა ხო ხვდები და 25 წლის ასაკში აღმოჩნდა ლივერპულში და რაღაცას ხო მეკარე იმას მის კარიერასაც ხო გეგმავს რა თუნდაც სლოტი თუნდაც თვითონ ფეხბურთთან ანუ ესე უცებ დაგიძახონ და მოდი ჩემპიონთა ლიგის მატჩში შედი მოედანზე თან სტამბულში სადაც აგებ ანუ რა თქმა უნდა ზეწოლა არის და აი მაგ ზეწოლას მე ვფიქრობ რომ ჩელსი იუნაიტედის ისე თამაშები მოუწია მაინც და მაინც და ამ ლივერპულის კრიზისიც დაემთხვა თორე აბა მოეგო ლივერპულს ეგ თამაშები ამდენი კრიტიკა არ წავიდოდა ამ სიმართულებით იმიტომ რომ ინგლისურმა პრესამ იცის როდესაც გუნდს უჭირს ან ფეხბურთელს უჭირს აი მაშინ იცის ჩაჭერა მაგალითად რაც რაღაცა იუნაიტედზე ხდება 13 წელია ხო 13 წელი აჭერენ რაღაცა რომ მოეგო მაზოლზე ფეხის ხო დაჭერა შესაბამისად ეგ არის ჩვეულებრივ მე ეგრე ვუყურებ ყოველ შემთხვევაში რომ ეგ არის რაღაცა ცხოვრების ნაწილი ფეხბურთელის და მეკარის ქართველის რომელიც ხდება სოფლიოს საუკეთესო ლიგაში და ხდება სოფლიოს საუკეთესო ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მამარ და ამას გადალახავს ფსიქოლოგიურად ძლიერი ადამიანი როა ეგ ვიცით და დარწმუნებული ვართ მაგაში და ხო მე ვფიქრობ რომ დრო სჭირდება იმას რომ დაგვიბრუნდეს ის მამარდა რომელიც ვალენსიას ფანები განსაკუთრებით იმედის თვალით შეყურებდნენ რავი როა ეხლა რო ვალენსია ლა ლიგაში თამაშობს ამ ბიჭის დამსახურებაა რა ხო და რადგან ვალენსიაში ვართ ვალენსიიდან იქვე არის ერთი ესეთი ქალაქი მადრიდი სადაც ზებრებს ცოტა უდიერად მოეპყრობდნენ ასევე მოხუცი ხალბატონების დანდობას არის მოხუცი არა პენსიონერი ლა ვეკია სინიორა ეს არის ბებერი ხალბატონი აი ბებრუხანა ხალბატონი ყველაზე დიდი გუნდი იტალიაში ისე ანუ რაღაცე მაგთანაც რო უყურე ნუ კი რეალს ხონდა ძალიან ბევრი მომენტი ცენტრიდან 3-10 თამაშია ხო ანუ გიულერი ბელინგემი და ბრაინ დიას სათიანი იყო ფლანგზე ვალვერდე თამაშობდა შემოდიოდა და ბევრს ქნიდა მაგრამ და თითქოს ის ჩანს ხო 29% ქონდა იუვენტუს ბურთის თხოვა და რაღაც მაგრამ რამდენჯერაც იუვენტუსმა მოკლე პასით გაათამაშა იმდენი საფათო შედეგად წავიდა ანუ ეს არისო რომ ვლახოვიჩი გამოვიყვანეთ და ეხლა მოდი გრძელი პასი გადავუკეთოთ და ვლახოვიჩი არა მოკლე პასით ათამაშებდნენ თვითონ ვლახოვიჩი ქუსლით რამდენი პასი დატოვა და ძალიან ბევრი ისეთი ეპიზოდი იყო როცა ანუ ბოლო პასს ვერ აკეთებდნენ ან ბოლო რაღაც ან აგვიანებდნენ პასის გაკეთებას იმიტომ რომ რეალს გუნდის სინდრომი ნუ რეალს აქვს ეს პრობლემა რომ როცა პრესინგს იწყებენ პირველი ხაზი აგრესიულად მიდის პრესინგზე და უკან აი დაცვის ხაზი ვერ მოყვება და ეს შუაში ჩდება სივრცე ან თუ დაცვის ხაზი ძალიან მაღლა აწეული ზოგს უკანში აი ვლახოვიჩის მომენტი რა შეიქმნა ხო ერთ-ერთზე რო გავიდა და ვერ გაიტანა ნუ თან როგორ ის იყო ხო თითქოს რეალი დომინირებდა მაგრამ აი ერთი წუთით ადრე გოლამდე რომ ვლახოვიჩი შეერბინა მეკარის საჯარიმოში 1-0 იქნებოდა იუვენტუსის და მანდ ანუ არა ეგ არის ფორვარდის ინსტინქტი რომ იქ უნდა შეიბინოს მაგას და ისეთი უკმაყოფილო სახით გამოიხედა მე რომ აი იმ ტელევიზორზე მინდოდა რომ რაღაცა მესწროლა რა ანუ ტიპი რა თქმა უნდა იქ გაგიკეთებს ბურს უნდა ჩაკეტო ის კუთხე რა და ანუ აქეთ იმიტომ ამოვიდა რომ ცაციაზე ელოდა ვითომ ანუ მის მუშაფეხზე გოლი ხო და წამოვიდნენ აქეთ და გაუტანეს მე უბრალოდ სკრინებსაც ამოვანათებ იმის ხომ მინდოდა რომ ეს სავარაუდოდ იმდენჯერ მოხდა რომ სავარაუდოდ იყო ალონსოს დავალება იუვენტუსის თავარი მისია აქ იყო რომ ბაპე შეებოჭათ იმიტომ რომ თავიდან ეს სამი ცენტრალური მცველი პლუსი კალულუ და ნუ ჩამძიმებული იყო ასე ვთქვათ გუნდი დაცვაში განსაკუთრებით შემოხმეული იყო ბაპეზე და რეალი მაქსიმალურად ცდილობდა რომ ეს დაცვის რაღაცა შეკუმშული დაცვა გაეჭიმა მაქსიმალურად ამიტომ იყო ფლანგებზე რომ გადაქონდათ ზოგჯერ აქეთ ბრაიმი შედიოდა იქეთ ვინისიუს საბოლოო ჯამში სკრინებზე რაც ჩანს რეალურად არის ის რომ როდესაც რეალი ან აწვდიდა ან დაბალპასს აკეთებდა საჯარიმოში ბაპე რჩებოდა სულ საჯარიმოს მისადგომთან და სრულიად მარტო დგას სავარაუდოდ ალონსოს გათვლა იყო ის რომ იუვენტუსის საყრდენი ზონა არის ძალიან სუსტი თან ლოკატელი არ იყო შესაბამისად იყო სივრცე და აი ამ სივრციდან ერთ მომენტში დაარტყა და დაუბლოკეს ხო და კატიმ დაუბლოკა და მეორე იყო ანუ იმ გოლის მომენტშიც ბელინგემი რო აღმოჩნდა იქ ფორვარდის პოზიციაზე ბაპე დგას საჯარიმოს გარეთ და ეგეთ ჩანს სკრინში რა იმიტომ რომ ეგ სავარაუდოდ იყო გათვლა მაგაზე რომ გადმოვარდნილ ბურთზე ითამაშოს ბაპემ და რა დარტყმავს ვიცით და ან თქვათ საჯარიმოში კი არ ჩაწოდდეს ბურთი არამედ გარეთ გამოვიდეს რაც პრინციპში სავარაუდოდ რა იყო ისე დაგეგმილი ბაპემ რომ ედერ მილიტაოს დაუგორა საჯარიმოს მისადგომთან ხო ნახე აი ეგეთი რომ ბაპეზეც გამოსულიყო მაგალითად უეჭველი გოლი მოყვებოდა რა ეგ იყო და ხო უბრალოდ ბაპეს მომენტები რაც ხო ცუდად დგეგორემ კარგით მაგალითად სასწაულებში ჩავდა მარტო ბაპეს აუღო 5 ხო? ხო არა, მაგალითად ისე ორი მე მგონი ისეთი ქონდა რა ცალსახა გოლის და კი რა გადაარჩინა, მაგრამ ანუ პლუს აი ლოკატელის ფაქტორი 74 წუთზე გამოვიდა და ანუ უფრო მეტი პროგრესული პასი ქონდა და პასი მოწინააღმდეგის მესამეში ვიდრე იუვენტუსის სამივე ნახევარმცველს მის სტარტში დაიწყო და პლუს 29% ხო ახსენე რომ 74 წუთამდე ქონდა ბურთის თვლა
ლოკატელი გამოვიდა გაიზარდა 63-მდე. და მარტო იქ არ იყო რომ რეალი ანგარიშიც იცავდა და რაღაც უკან დაიხია, ანუ მანამდე 5 წუთით ადრე თქვა 70-დან 75-მდე 84% ქონდა რეალს ბურთსლობა, ანუ არც აპირებდა. უბრალოდ ლოკატელია ძალიან დიდი ფიგურა და ხო, ნუ აშკარად საუკეთესო ნახევარმცველი ხა იუვენტუსის. კი როგორ არა კაცო, როგორ არა. ხა მე ლოკატელი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ამეთ კი ვერ ვიტყვი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში ხა ისე ჭირს, ასე ვთქვა, საუკეთესოა და მან იმიტომ არ იყო ძირითადში ლოკატელი, რომ კონფლიქტი აქვს ტუდორ. მე ვფიქრობ, რომ ტუდორის დღეები სავარაუდოდ დათვლილი ხა, რა უნდა გამოსწორდეს. ტუდორი წავა მოვა პალადინო და არაფერი არ შეიცვლება მან და ანუ სისტემური პრობლემაა ეგ და მაგაზე ეხა დეტალებში მოკლედ არ შევა. კაი, სტუმარი ვინც უნდა ყოლოდა დღეს რო არ ეცალა კვირაში და იქით კვირას რო უნდა შევეხმიანოთ, არ ვიტყვით. მან იუვენტუსზე რა უნდა ელაპარაკო? იუვენტუსის ფანია? ვისი ამბობს? გეშლება აშკარა? არ მეშლება. კაი, ჩაწერის მერე ვიტყვი. ჩაწერის მერე ვიტყვი. და ისიც იუვენტუსის ფანია და იმას ვიცი ხო კი სწორი ხარ არა იმასთან უეჭველი მეც უნდა ვიყო ეგ როცა ხო მიხვდი რა ზისაც ვამბობ ვერე გეტყვით რა ხო ეგ მაგასთან უეჭველი მეც უნდა ვიყო რა თქმა უნდა აი ზუსტად მაგას ვუსურვე რომ კიდე 1-4 წელი ტუდორი უნდა დაიწყო. ეგ შეუძლებელია ხა შენ. რასლადო წახვიდე ხა და ილოცო იმაში რა ქვია მონასტერში შეუძლებელია ეგ, იმიტომ რომ რეალურად ტუდორს არ აქვს გამოცდილება და ეხა მოტას ემსგავსება რა, დაკარგავს გასახდელს სავარაუდოდ. მოტა ხო მაგას შეეწია რეალურად რომ დაკარგა გასახდელი და მე მოტა რო გაუშვით რამე გეშველა? არა, ხო, მე ტუდორს რაღაცა უშვებთ. ანუ ხა გუნდია, ნებისმიერ გუნდი ეგრე მოიქცეოდა ხო ხდა. როება ანიელის ნომერი. ანუ მე ვთვლი რომ ანუ ეს რეალთან იმენტოს უკეთესი თამაში ქონდა, ვიდრე კომას. ხო, რა თქმა უნდა, აბარა. კომას ხო 4 წელი თამაშეს და ანუ ახლა დაუბრუნდა თავის იმას 3 წელიან იმას. ანუ რეალურად ისე თამაში იყო რომ მე ანუ ხო რეალ საბოლოო ჯამში ხი ჯის და ყველაფერს შეხედოთ რეალს და მოეგო, მაგრამ ისე მიდიოდა თამაში რომ რაღაც მომენტში იუნტუს წინ გასულიყო, ეგ იქნებოდა ლოგიკური. გადასაც კარგი თამაში ქონდა სხვათა შეხება. აი კალულო მაგალითად სისტრაფეში ჯობდა კარიერას. კარიერას ნელადარბის ნელადარბის. ხო, უბრალოდ ორთაბრძოლებში ვერ ჯობდა, რაზე ეგ იყო. 11-11 ორთაბრძოლა მოუგო კარიერასმა და კალულს ადგილზე რო ყოფილა უკეთესი მარჯვენაში. წველი მაგალითად კარგად ჩააწვდა საჯარიმოში, იმიტომ კალულო იქამდე მიირბენდა და მე ვერ აწვიდა. მე რეალმა ალბათ რაღაც პონჩი მაინც ისიც იყო რომ ელ კლასიკოსთვის ცოტა ფეხებს გაუფრთხილდნენ ასე ვთქვათ, მაგრამ ხო ახლა კომოზე უკეთესი იუნტუსი ეს იყო, მაგრამ ეხა მეორეს რო მიდგე და თქვა ის რომ აიმედე და რა მაგარი თამაში იყო ეგრეთ ანუ იუვენტუსმა ფაქტ რა გააკეთა არ ვიცი ეგრეთ დაგეგმა ტუდორ რაღაცნაირად არ მოგეჩვენათ რომ ტუდორმა ორად გაყო მოედანი რომ ყავდა 3 ცენტრალური მცველი 2 ფულბექი და 3 ექვსიანი და აი საჯარიმოსთან მიყავდა თამაში ან გრძელი პასი იყო და რაღაც მომენტებში აი ეს 3-6-იანი თუ დაბლ პივოტი გახდებოდა და 2-6-იანზე გადაერთვებოდა და მე გამოსდიოდა თამაში. მაკენი რაღაცა აი ამ ზემოთ ხო ერთ-ერთი ინსაიდერი. მაკენი ადიოდა ხო. აი მაგ მაკავშირებელ ტიპს თუ დააყენებდა შუაში რაღაცა გამოსდიოდა და ძირითადად აქცენტი ქონდა იმაზე რომ მოდი ცოტა ხანი ბურთი გავიჩეროთ, საჯარიმოსთან ვაკატაოთ თუ ხიფათია მოვიშოროთ რაღაცა რონდოს თამაშობდნენ. ანუ მე ვთვლი რომ იუნტუსის გეგმა იყო კარგი. ანუ მე ლოგიკური კი არა, კარგი იყო. უბრალოდ შემსრულებლები არ იყო სწორი. ანუ კალულოს მაგერაც ხო უნდა ყოფილიყო, ლოკატელი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ეს დიაგონალური პასები მართლა იდეალური აქვს და ასე შემდეგ. და უფრო მეტი შედეგი ექნებოდა. ანუ გეგმა სწორი იყო, უბრალოდ გეგმა ეს ინსტრუმენტები იყო არასწორი. მომენტებიც ხონდა ახლა ვერ იტყვი რომ არ იყო ოპენდამ ბოლოს გარსიამ კი არა და ასენსიომ რო დაუბლო. ხო რაღაც მომენტები იყო. მაკენისაც ერთი ძალიან კაი მომენტია. შორიდან რო დაარტყა კურტუამ რო აუყო. ხო. იქ ერთი რიკოშეტი ტურამს რო მოხვდა ფეხზე და კურტუამ აუყო. ხო, ნუ ცუდი თამაში არ იყო საბოლოო ჯამში საყურებლად. ტემპი ასე ნორმალ მიუხედავად იმისა რომ ახლა გოლები არ გავიდა, ცუდი თამაში არ იყო საყურებლად. ერთი რაც მინდა ვთქვა სანამ დავამთავრებთ არის ის რომ ქოჩორაშვილმა საერთოდ არ შემოიყვანა და ეს უკვე ზედიზედ მეორედ მოხდა. და ცოტა პანიკა აწეული Facebook-ზე, რომ ზედიზედ მეორე თამაში არ ათამაშებს და თან იქამდე აი ჰუილმანდთან რომ ეს იაპონელი რო ყავს რა გვარია? ნახავ ხა უცებ. ანუ საბალაში თამაშობს. არა, ეგეც რაღაც ეგეთი დაიჭკამადაზე არა. მორიტა იაპონელი. ანუ ადრე იყო რომ ჰუილმანდი და მორიტა იყვნენ ძირითადში, მერე რამდენიმე თამაში მორიტა გადაჯდა სკამზე და ქოჩორაშვილი. ანუ ეს ამ სამ კაცში მიდიოდა ეს როტაცია რა და გუშინ საერთოდ სიმოესი ეყენა, შიმოეში იკითხება შეიძლება რა ხან ბრაზილიელია 18 წლის არის. ანუ ამოწია თავისი აკადემიიდან წამოსული ფეხბურთელი არ შემოიყო და ნუ მერე მორიტა შემოიყვანა, მაგრამ ქოჩორა არ შემოიყო. ცოტა
ცოტა ეგ რაღაცა ნუ ეგ ცოტა ისეთი თამაში არის მამარდას кейს გავს, იმიტომ რომ ვიცით ხო რომ ფეხბურთელი როცა არის რაღაც დონეზე და მე როცა უფრო მაღალ დონეზე მიდის, კოჭრას მაღალი დონე ახლა ლიგიდან სპორტინგში ლიგაზე თამაშობს, ხო? ნუ კონკურენციაც მეტია რა და პრობლემებიც იქნებოდა ახლა. როგორც მამარდას შემთხვევაში ხა ჩვენ არც ვთქვით რომ ალისონს ამოაგდებდა ახლა პირველი სეზონში. მედია მალე წაართმევენ სპორტინგს ჰუილმანს, რომ მანდ ის გაჩნდეს რა, იმიტომ რომ ჰუილმანდი რეალურად უკეთეს გუნდს იმსახურებს და საფხულში შეიძლება წასულიყო, მაგრამ არ წავით. კაი ბატონო, რამის დამატება ხო არ გსურს? ელ კლასიკოს ველოდებით. ხო, და სტუმარიც გვეყოლება, იმიტომ რომ მე არ ვიქნები, შესაბამისად სტუმარი მე მგონი 80% გადაწყვეტილია ვინც, ერთ-ერთი გუნდის გულშემატკივარია და მე ვფიქრობ რომ საინტერესო საუბარი იქნება და რა ვიცი, წარმატებულ გადაცემაში მის მოყვანა არ გამოდიოდა. ხო, აქ ფიზიკურად არ გამოდიოდა, რიგი მიზეზების გამო. რატო ვიხვდებით? შემდეგ გადაცემაში. წარმატებულ გადაცემას გისურვებთ, მოკლედ, კარგ ვიკენდს გისურვებთ და თქვენ კი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ გვიყურეთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, გამოყვეთ სხვა სოციალურ ქსელში. მადლობა კიდევ ერთხელ სახელოსნოს. მადლობა ლუის, კი ბატონო. და ლუი, მადლობა. ბიჭებს, იქეთა კვირის დასაწყისში შეხვდებით ცხელ ელ კლასიკოზე სასაუბროთ, მე კი დაახლოებით 2 კვირაში დაგიბრუნდებით. დროებით.